გამარჯობათ მეგობრებო. ეს არის სქემა და ეს არის ჩვეულებრივი რეზინა. შეგიძლიათ მოგხსოვოთ ჩვეულებრივად როგორც სქემა, ჯემპერი, ჟაკეტი, წინდები და შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც რეზინა. თავიდან აიღებთ 2 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. 2 წაღმა თვალი, რომელიც ერთმანეთზე გადადის და ტრიალებს, აი ასე, 1 უკუღმა თვალი. ორი წაღმა თვალი, ასე ვატრიალებთ, ვგსოვთ ისევ წაღმა, 1 უკუღმა თვალი, 2 წაღმა თვალი, ახლა არ გამომყავს მე და არ ვატრიალებ, აი პირდაპირ ვგსოვ ჯერ მეორეს შიგით ამ მხრიდან, შემდეგ აი ასე. ეს იგივეა, აი ეს თვალი აქედან რო გადმოვიტანოთ, ეს აქედან გადავიტანოთ, დავაბრუნოთ უკან და ჩვეულებრივად მოვგსოვოთ. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, თვალი რომელიც გარედან გადადის, აუცილებლად აქედან უნდა გახვიდე და მოგგსოვო. 1 უკუღმა თვალი. 2 წაღმა თვალი, ჯერ ვგსოვ, ეს ხოა პირველი, ეს მეორე, ჯერ ვგსოვ მეორეს, შემდეგ პირველს, მაგრამ ასე არა, აუცილებლად აქედან გავდივარ ამ პირველ თვალში, რომელიც არის გარეთ მხარეს და ასე ვგსოვ. 1 უკუღმა თვალი. ეს იგივეა მე რო ვგსოვ, აი ასე შემოატრიალოთ ეს თვლები, გადმოიტანოთ, დააბრუნო და აუცილებლად რომელი თვალიც გარედან გადადის, აქედან გადი და ასე მოგგსოვე. იგივეს ვაკეთებ აი ასე. არ გადამაქვს და გადმომაქვს თვლები, პირდაპირ ვგსოვ ჯერ მეორეს, შემდეგ პირველს. და პირველს აუცილებლად აქედან გავდივარ და ასე ვგსოვ. ჯერ მეორეს ვგსოვ, ოღონდ შიგით ამ მხრიდან, ასე, პირველს აუცილებლად აქედან გავალ და ასე მოვგსოვ. მივიღებ ასეთ სახეს. მეორე თვალი ჩვეულებრივ წაღმა ვგსოვთ, პირველ თვალს აქედან გავდივარ და ასე ამომყავს. 2 წაღმა თვალი, 1 უკუღმა თვალი. ყველა ეს 2 წაღმა თვალი ასე იქსოვება. თუნდა ასე შემოატრიალეთ თქვენ, დააბრუნეთ და ასე მოგგსოვეთ, აუცილებლად გარეთა თვალი რომელიც გადადის, აქედან გადით და მოგგსოვეთ. ყველა თვალს, რომელიც გარედან გადმოდის,
აქეთა მხრიდან ასე გავდივარ და ასე ვგსოვ ყველა თვალს. მოვგსოვეთ ერთი რიგი. აქ სანიშნი დავტოვოთ, რომ გასაგები იყოს, საიდან იწყება და სად მთავრდება. შემდეგი რიგი ჩვეულებრივად იქსოვება. მოვგსოვეთ ერთი რიგი, გადავიტანეთ თვლები, ახლა ჩვეულებრივად იქსოვება. წაღმა იქსოვება, უკუღმა იქსოვება. 2 წაღმა, 1 უკუღმა. აი დააკვირდით, თუ თქვენ წინა გადატანილ თვალს არ ამოიყვანთ სწორად, აი ეს არ გამოვა. აი ასეთი სისწორით არ გამოგივათ ნაქსოვი და ძალიან ულამაზო იქნება. ამიტომ გარეთა თვალი ყოველთვის მარცხნიდან მარჯვნივ გადით და ისე ამოიყვანეთ. ერთ რიგს ვგსოვთ ჩვეულებრივად, წაღმა, უკუღმა. ეს შეგიძლიათ მოგხსოვოთ მთლიანი სქემა, ჯემპრი, ჟაკეტი. შეგიძლიათ მხოლოდ რეზინად მოგხსოვოთ სახელოები, ბოლო რასაც გხსოვთ. შეგიძლიათ უტერფო წინდებს მოახსოვოთ რეზინად. ასეთი ნასკვები ყოველთვის ეცადეთ ქსოვის დროს, ახლა მოვიდა ეს ხო, აქეთ არ დატოვო, იქით მოახვედრე, თვლები ისე ამოიყვანე, ან მოჭიმე, ან ისე დატოვე, რომ ეს აუცილებლად იქით მხარეს უნდა მოხდეს, რომ დაიფაროს. თუ გარეთ დაგრჩა ქსოვის დროს, მე ვეღარსაც წაიღებ. ერთი რიგი მოვგსოვეთ სქემის შემდეგ. ერთ რიგს ვგსოვთ სქემას, შემდეგ რიგს, მომდევნო რიგს ვგსოვთ ჩვეულებრივად, შემდეგ მომდევნო რიგი ისევ სქემა, შემდეგ მომდევნო რიგი ჩვეულებრივად. ჩვენ მოვგსოვეთ ერთი რიგი, ახლა ჩვეულებრივ წაღმა, უკუღმა, ახლა ისევ სქემას ვგსოვთ. 2 წაღმა თვალი მაქვს. თუ გინდა ასე შემოატრიალე, დააბრუნე და მოგხსოვე. აუცილებლად გარედან რომელი თვალიც გადადის, აქედან გადი და ასე მოგხსოვე. 1 უკუღმა თვალი. შეგიძლია ასე მოგხსოვო, როგორც მე ვგსოვ. პირველად მეორე თვალი ამომყავს. ვგსოვ წაღმა ჩვეულებრივ, შემდეგ ეს თვალი პირველი, მაგრამ აუცილებლად აქედან გავალ. ასე ამოვიყვან. აი ამისთვის.
როგორც გიადვილება, შეგიძლია შემოატრიალო ჯერ თვლები, ასე გადაიტანო, გადმოიტანო, დააბრუნო და მერე მოგსოვო. აუცილებლად აქედან უნდა გახვიდე, ისე მოგსოვ თუ ასე მოგსოვ, გარეთ თვალი აუცილებლად აქედან გადი და ისე ამოიყვანე. მეორე თვალი, რომელსაც ახლა პირველად ვგსოვ, აი ეს, ჩვეულებრივად გავდივარ და ვგსოვ წაღმა, რადგან ის იქით უკანა მხარეს რჩება. მაგრამ ეს თვალი წინ, რომელიც იქსოვება, აუცილებლად აქედან გავდივარ და ასე ვგსოვ. აი, ასე უნდა გამოვიდეს ეს თვალი. ნახე ახლა წეღნის ნასკვი, რომელიც შევხვდა და მე იქით დავტოვე, ისე ამოვიყვანე თვალი, რომ იქით მხარეს მოხვედრილიყო, ახლა დარჩა იქ შიგით მხარეს და საერთოდ არ ჩანს აქეთ. ერთი რიგი მოვგსოვეთ სქემა. შემდეგი რიგი იქსოვება ჩვეულებრივად. წაღმა თვლები, წაღმა, უკუღმა თვლები, უკუღმა. შეგიძლია მოგსოვო გახსნილად, ღიად, ასე არა რგვლად და მოგსოვო დაუშვათ რაღაცა სქემას გსოვ და გსოვ გახსნილად, ხო? უკუღმა მხარე გექნება აუცილებლად და უკუღმა მხარეს მოგსოვ ჩვეულებრივად უკუღმა. რადგან წაღმა მხრიდან ერთი რიგი გექნება სქემა მოსაგსოვი, რასაც გსოვთ სქემას და ერთი რიგი, რომელიც იქსოვება ჩვეულებრივ, თუ ღიად მოგსოვ, უკუღმა მხრიდან მოგსოვ უკუღმა სულ. უკუღმა არა, უკაცრავად, წაღმა და უკუღმა, როგორც გექნება სქემაზე მოცემული, ისე გადაგსოვ ჩვეულებრივად თავისუფლად.
შემდეგი სქემა მოვგზოვეთ თავისუფლად ჩვეულებრივად უკუღმა, წაღმა. შემდეგი რიგი იქნება ისევ სქემა, რასაც ვგზოვთ. ახლა აი ასეთი ეს რაც გაინტერესებდათ და ვისაც აინტერესებდა რა არის. ასე მსგავსი სქემით შეგიძლიათ მოგგზოვოთ აი ასე. ახლა ეს ორივე ძალიან გავს ერთმანეთს, ხო? თითქმის ასე ვთქვათ. ძალიან გავს, მაგრამ სხვადასხვა არის. აი დააკვირდით ახლა აი ამ თვალს, რაც ჩვენ გადაყვავს გარედან, ერთ რიგზე ხომ არის? ყველა წაღმართლებს ვგზოვთ ერთ რიგზე სქემას, ხო? ეს ხო არის იგივე ვითომ, მაგრამ დააკვირდით, აი საით მიდის ახლა ეს გადატანილი თვლები, მინდა რომ აი თვალსაჩინოდ განახოთ, რომ არ არის ერთი და იგივე და არის ძალიან განსხვავებული ამისგან. აი ახლა ეს ვნახოთ, ეს როგორ იგზოვება. თქვენ რო არ დაიბნეთ, აქაც სანიშნი დავტოვოთ, სად იწყება და სად მთავრდება ერთი რიგი, რადგან თითო რიგზე იცვლება სქემები. ახლა აი ნახეთ ახლა მე ამ ორ წაღმა თვალს ჩვეულებრივად მოვგზო. აქ ხო ყველა თვალი წაღმართლები ყველა მთელ რიგზე წაღმართლები გადაგვაქვს ერთმანეთზე, ეს ორი წაღმართალი და ასე ვგზოვთ. ყველა ესაც და ასე შემდეგ. აქ ახლა მოვგზოვდა, იმედია თვალსაჩინო იქნება რა არის სხვაობა. ეს თვლები, რადგან ახალი გადატანილი იყო, წინა რიგზე გადატანილი იყო უფრო სწორად თვლები, მოვგზოვეთ ჩვეულებრივ, რადგან ერთ რიგს ხომ ვგზოვთ ჩვენ ჩვეულებრივ სქემის შემდეგ. აი ეს წინა რიგზეა მოგზოვილი და ახლა გადავიდა. ეს უკუღმა თვალი. აქ ახლა წინა რიგზეა ეს გადატანილი და ახლა ჩვეულებრივად ვგზოვ. ეს წინა რიგი ჩვეულებრივად არის მოგზოვილი და ახლა უნდა გადავიტანო თვლები ერთმანეთზე. აი, აუცილებლად აქედან გადით ეს თვალი ასე გამოიყვა. ესე იგი, მეგობრებო, ერთ წაღმართლებს, ერთ სვეტს ჩვეულებრივად გგზოვ, ერთ სვეტს ვატრიალებ თვლებს. შემდეგ შევაბრუნებ გადატანილ თვლებს ერთმანეთზე ჩვეულებრივად მოვგზოვ, ჩვეულებრივ თვლებს შევატრიალებ, გადავიტან ერთმანეთზე და ისე მოვგზოვ. იმედია გამიგეთ რა ვთქვი.
აი დააკვირდით, ეს ახლა წინა რიგზე მოქსოვის დროს არის შებრუნებული ეს თვლები ვგსოვ ჩვეულებრივად, რადგან ერთი რიგი აუცილებლად შუაში ჩვეულებრივად იქსოვება. აი აქ კი უკვე ჩვეულებრივად იყო მოქსოვილი. ახლა შევატრიალებ. ერთი სვეტის გამოშვებით ვგსოვთ, ერთი სვეტის გამოშვებით ვატრიალებთ თვლებს. მოგსოვეთ ერთი რიგი. თავიდან როცა აიღებთ თვლებს და იწყებთ ქსოვას. გაქვთ ორი წაღმა, ერთი უკუღმა, ორი წაღმა, ერთი უკუღმა, როგორც ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად, მაგრამ აქ ყველა თვალს ამ სვეტებს, ყველა წაღმა თვალს ატრიალებთ და ქსოვთ იმ რიგს მთლიანად. ერთ რიგზე ყველა თვალს წაღმებს ატრიალებთ და ქსოვთ. აქ ხომ დაიწყე თავიდან. ამ სვეტზე თუ შეატრიალებთ თვლებს და ისე მოგსოვ, როგორც ვატრიალებთ, ამ სვეტზე არა. ამ სვეტზე შეატრიალებ, ამ სვეტზე არა. თითო სვეტს გამოტოვებ, ჩვეულებრივად მოგსოვ, თითო სვეტზე შემდეგ უკვე შეატრიალებ თვალს. იმის შემდეგ უკვე იცვლება. თუ ამ სვეტზე შეატრიალე და ჩვეულებრივად მოგსოვე, ხო, ამას მოგსოვ, აქ შეატრიალებ, ამას მოგსოვ, ამას შეატრიალებ. და უკვე ყველა რიგზე გექნება თითო სვეტი თვლები უნდა გადაიტანო ერთმანეთზე და ისე მოგსოვო და შემდეგ სვეტზე ჩვეულებრივად გექნება მოსაქსოვი. აი ასეთნაირად წავა შემდეგ, აი ასეთნაირად მოდის შემდეგ აი ეს. ახლა წეღან რომ მოგსოვე, ახლა წინა რიგი თქვენთან ერთად ხომ მოგსოვეს, ჩვეულებრივად მოგსოვე, რადგან გითხარით, რომ ახალი შებრუნებული იყო თვლები. ახლა ამ ორ თვალს შევატრიალებ, რადგან ერთი რიგი უკვე მოგსოვილია. ამ სვეტზე თქვენთან ერთად ვგსოვდი და შევატრიალე თვლები. ახლა ჩვეულებრივად მოვგსოვ, რადგან ერთი რიგი უნდა მოვგსოვო. ეს თქვენთან ერთად ჩვეულებრივად ვგსოვდი, ახლა შევატრიალებ და ასე მოვგსოვ. აქ ხო შევატრიალე თვლები, ახლა ჩვეულებრივად მოვგსოვ. ერთ სვეტზე ვატრიალებთ, ერთ სვეტზე ვგსოვთ, ერთ სვეტზე ვატრიალებთ, ერთ სვეტზე ვგსოვთ და შემდეგ როგორც მოითხოვს. მოქსოვილზე შევატრიალებთ და შეტრიალებულ თვლებზე ვგსოვთ. აი ეს განსხვავება ამისგან. და ჩანს, რომ თითქოს ერთნაირია, მაგრამ ამ დროს ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისაგან ეს ორი სქემა. ცრავად. აი ეს შევატრიალე, ახლა ეს ჩვეულებრივად უნდა მოვგსოვო. აი ასე. ახლა შევატრიალებ. აქ ჩვეულებრივად მოვგსოვ. ერთი სვეტის გამოტოვებით.
აქ თუ შევატრიალე, ახლა აქ ჩვეულებრივად იქსოვება, რადგან აქ წეღან შევატრიალეთ თვლები. თუ ერთმანეთზე გადავიტანეთ, როგორც ქვია. თუ აქ გადავიტანე, თუ აქ ჩვეულებრივად მოვქსოვი, აქ გადავიტან. ერთი სვეტის გამოტოვებით ერთნაირად ვქსოვთ. გრძელდება იგივე, რომელზეც შევატრიალეთ, ის ჩვეულებრივად იქსოვება და პირიქით. ეს შეგიძლიათ თქვენ აი ასეთი ნაკსოვი, 2 რიგი მოგსოვოთ, 3 რიგი მოგსოვოთ, შემდეგ შეატრიალოთ თვლები. გინდ ერთდროულად, გინდ გადაიტანოთ. ძალიან ბევრი სქემა აი ამ ასეთი ნაკსოვი, ასე 2 თვალის გადატანით. ბევრნაირი სქემა იქსოვება და უკაცრავად. განსხვავება ის არის, რომ რამდენ რიგს მოგსოვ აი ამ თვლების გადატანებს შორის. აი ეს არის განსხვავება. იმედია, გასაგებია, ვისაც აინტერესებდა, როგორ იქსოვებოდა, როგორ იყო მოგსოვილი ერთი თუ მეორე. და რა სხვაობაა მათ შორის. წეღანაც ვთქვი, შეგიძლიათ თქვენ ეს მთლიანი სქემებად მოგსოვოთ, რასაც მოგსოვთ და თუნდაც წინდებზე გამოიყენოთ, ჯემპრებზე, ჟაკეტებზე, მაისურებზე, რასაც მოგსოვთ და შეგიძლიათ კიდე მხოლოდ რეზინად გამოიყენოთ. რეზინა იქსოვება 1000-ნაირი ფორმით, 1000-ნაირი სახით. ერთადერთი აუცილებელია იყოს წაღმა და უკუღმა თვლები, რომ ეს არ დატრიალდეს შემდეგ. რა ფორმით მოგსოვთ, ის თქვენი არჩევანია და რა სქემას გამოიყენებთ რეზინად. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.